ზრეთით აღდგომილმა ქრისტემან ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმან მეოხებითა ყოვლად უღრწელისა დედისათვისისათა წმინდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა წმინდისა დიდისა მოწამისა ძლევა შემოსილისა საკვირველთ მომხმედისა გიორგისა და ყოველთა წმინდათა შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერხა და კაცმოყვარე კეთილდღეობითი და მშვიდობითი ცხოვრება სიმრთელე და ყოველთა შინაგეთილ წარმატება ხოლო მტერთაზე დაძლევა და გამარჯვება მოანიჭე უფალო თივდაცულ საერთსა ჩვენ სამთავრობასა და მხედრობასა მისსა და უწმიდესსა და უნეტარესსა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსა და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტსა დიდსა მეუფესა მამასა ჩვენსა ილიას და დაიცევ იგი უფალო მრავალ საწელსა მრავალ ჟამიერ სახელითა მამისათა დაძღისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს გიორგობას ეს არის ჩვენი საერო და საეკლესიო დიდი დღესასწაული ქართველი ხალხი მუდამ სხვადასხვა სახელებით ამკობდა წმინდა გიორგის თეთრი წმინდა გიორგი პიროფლიანი გიორგი მართლაც წმინდა გიორგი პიროფლიანია რომ ყველა ადამიანს ეხმარება გაჭირების ჟამს აი ჩვენს წინაშე ორი პიროვნება წმინდა გიორგი და მისი მტანჯველი დიოკლეტიანე იმპერატორი დიოკლეტიანე ერთი თითქოს გამარჯვებული და მეორე დამარცხებული აი ვინ არის დამარცხებული და ვინ არის გამარჯვებული ეს დრომ გვიჩვენა ჩვენ ხედავთ რომ წმინდა გიორგიმ სულიერად დაამარცხა დიოკლეტიანე ამიტომა რომ სპეციალურად მოხატულია ხატი, სადაც წმინდა გიორგი შუბით განგმირავს დიოკლეტიანეს. აი ეს საკითხი, გამარჯვებული და დამარცხებული აქტუალური საკითხია წარსულშიც და დღევანდელ დღესაც. ვისაც გონია რომ გამარჯვებულია, სინამდვილეში ის დამარცხებულია. ვისაც გონია რომ დამარცხებულია, სინამდვილეში ის გამარჯვებული. აი ამიტომ ყოველი ადამიანი უნდა
თავის იმედი ყოველი ადამიანისა უნდა იყოს უფალი. როცა წმინდა გიორგი აწამეს და შეაგდეს საკანში, როცა მას ეგონა, რომ დატოვებულია ყველას მიერ, ამ დროს ესმის მას ხმა უფლისა იესო ქრისტესი, გიორგი, ნუ გეშინიან, მე შენთანა ვარ. აი ასევე არის ყოველი ადამიანი, გაჭირვებული ადამიანი. ასევე არის საქართველო. საქართველოს ესმის დღეს ხმა. საქართველო, ნუ გეშინიან, მე შენთანა ვარ, უფალი ჩვენთანა. შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა გიორგის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ. დეკანოზი ივანე როსტრიაშვილი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით და მიტრით. აქსიოს დეკანოზი ლაზარე ხახალეიშვილი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით. აქსიოს სადრიდია ლოდოს ჩვენი გამოჩენილი და სამაყო დასი, თეატრის დასი, მარჯანიშვილის დასი ემზადება სასასვლელად ლონდონში. ღმერთმა დალოცოს და ღმერთმა გამარჯვებული დააბრუნოს საქართველოში.
სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა გიორგობის დღესასწაულისადმი მიწმული დასასრულს უახლოვდება. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელ გადაცემას უძღვებოდით თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი მამა ირაკლი ახალაძე და ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სასულიერო აკადემიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე სერგო ვარდოსანიძე. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ძვირფასო ტელემაყურებლებო. ქერში სადაც მრავალი ქართველი დაეცა ემზადება წასასვლელად ჩვენი დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი სერაფიმე. იქ გაიხსნა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. წმინდა ნინო შეეწიოს უკრაინასაც და საქართველოსაც და მთელ მსოფლიოს. დღეს ვლოცავთ შემდეგ გვარებს. ცხარაძეები, მინაძეები, ცვილიძეები, დიანოსაშვილები და დენოსაშვილები, ყორძაიები, ხრიკაძეები და დავითურები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ. დღეს ინათლებიან ჩემი ნათლულები. 4 საათზე დაიწყება საღამოს ლოცვა და ნათლობა. ღმერთმა დაგლოცოთ, მე მოვალ სპეციალურად და დავლოცავ ჩემ ნათლულებს. ჩვენთან არის ღმერთი.